მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 1946 წლის აგვისტოში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გავლენიანმა ოფიცერმა და მკვლევარმა ადმირალმა რიჩარდ ბერდმა ერთ-ერთმა პირველმა პილოტმა, რომელმაც ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებს გადაუფრინა, წამოიწყო ოპერაცია მაღალი ნახტომი. ყველაზე მასშტაბური ექსპედიცია ანტარქტიდაზე. მისის შემადგენლობაში შედიოდა 13 ხომალდი, 23 თვითმფრინავი და 4700-ზე მეტი სამხედრო პირი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ეს ექსპედიცია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. ადმირალ ბერდს კითხეს, შეძლებდა თუ არა დიდი არმადის შეკრებას და რამდენიმე თვიან ექსპედიციას. გეგმის მიხედვით ისინი ანტარქტიდაში უნდა წასულიყვნენ დეკემბრიდან მარტამდე და არსებობდა სამხედრო ამოცანების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელიც მისიის ფარგლებში უნდა შესრულებულიყო, თუმცა თებერვლის ბოლოს ანტარქტიდაზე რაღაც მოხდა. ადმირალი ბირდი სრულიად მოულოდნელ რამეს წააწყდა. ეს ისტორია ცნობილია მისი პირადი დღიურებიდან, ჩანაწერებიდან, რომელსაც ისიც მალავდა და მოგვიანებით მთავრობაც. რადგან რაც იქ ეწერა ძალიან საშიში იყო. დღიური ბერდის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა იპოვა. იქ საოცარი ამბავი იყო აღწერილი. ადმირალი ამტკიცებდა, რომ მან სამხრეთ პოლუსზე დედამიწის ცენტრში შესასვლელი იპოვა. ბერდი საიდუმლო ჩანაწერებში წერს, რომ როცა სამხრეთისკენ გაფრინდა, გაიარა პოლუსის ქვემოთ. მოულოდნელად დაინახა ისეთი რამ, რაც იქ არ უნდა ყოფილიყო. ამინდი ზომიერი იყო. მისი ესკადრილია დედამიწის შიგნით შევიდა. გარემო უცებ შეიცვალა და ანტარქტიდის პირქუში სიცივე აყვავებულ მწვანე სივრცედ გადაიქცა. ამის შემდეგ მან მოულოდნელად ბრწყინავი, ცისარტყელას ფერებში მოციმციმე ქალაქი დაინახა. ის კრისტალებისგან იყო აშენებული. გარშემო მფრინავი დისკის ფორმის ობიექტები გამოჩნდნენ. ბერდი უზარმაზარ მღვიმის მსგავს სივრცეში გადაიყვანეს, სადაც შეხვდა არსებას, რომელსაც თავის დღიურში ოსტატს უწოდებს. ოსტატმა მას უთხრა, რომ ისინი ძლიერ იმედგაცრუებული არიან იმით, რასაც ადამიანები ბირთვული იარაღით აკეთებენ. განსაკუთრებით ჰიროსიმასა და ნაგასაკის განადგურება ახსენეს. რაც პლანეტის ზედაპირზე ხდება, მათ ძალიან აშფოთებთ, იმედი აქვთ, რომ კაცობრიობა შეწყვეტს ასეთ ქმედებებსო, თურმე წერია დღიურში. უცხოპლანეტელების მკვლევარებისთვის ეს ისტორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე უცხოპლანეტური ეპოქა სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და პირველი ატომური ბომბის აფეთქების შემდეგ დაიწყო. რადგან ცნობილია, რომ უცხოპლანეტელები ხშირად სწორედ ბირთვული რაკეტების შახტების მიმდებარედ დაინახეს. ადმირალ ბირდის მონათხრობი ემთხვევა მრავალ სხვა ისტორიას, სადაც არამიწიერი ტიპის არსებები გამოხატავენ დიდ შეშფოთებას იმაზე, რომ ჩვენ ადამიანები არ მხოლოდ კაცობრიობას გავანადგურებთ, არამედ შეგვიძლია ზიანი მივაყენოთ ჩვენს პლანეტას, რომელიც ასევე მათი სამყაროცაა. თუ ადმირალ ბერდის საიდუმლო დღიური ავთენტურია, მაშინ ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ დედამიწის შიგნით მართლა ცხოვრობენ მაღალ განვითარებული არსებები, რომლებიც ზედაპირზე მიმდინარე მოვლენებს საკვირდებიან. დღიურის თანახმად, ამ წარმოუდგენელი შეხვედრის შემდეგ ადმირალ ბერდს სურდა თავისი ისტორიის მოყოლა, მაგრამ მას გაჩუმება უბრძანეს. ამ ვიდეოში სწორედ ანტარქტიდაზე ვისაუბრებთ და ერთად ვეცდებით გავარკვიოთ, რა იმალება ყინულის კონტინენტზე. შენ კი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეს. რათა არ გამოგჩეს უამრავი საინტერესო ვიდეო. შეიძლება თუ არა ადმირალ ბერდის ისტორია სიმართლე იყოს. უძველესი ასტრონავტების თეორიის მომხრეები ამბობენ, რომ დიახ და თვლიან, რომ შესაძლოა მალე დადგეს დრო, როდესაც კაცობრიობა პირისპირ შეხვდება შიდა დედამიწის არსებებს. ანტარქტიდაზე მიწის თითქმის 98% დაფარულია 5 კილომეტრამდე სისქის ყინულის საფარით. თუ იაპონიის მთა ფუჯის, რომლის სიმაღლეც 3700 მეტრია, ანტარქტიდაზე მოუთავსებდით, ის ანტარქტიდის ზედაპირსაც ვერ მიაღწევდა. უკიდურეს სამხრეთის კონტინენტზე ტემპერატურა პერიოდულად ეცემა -45 გრადუსზე დაბლა. ქარის სიჩქარე კი 350 კმ/სთ-მდე აღწევს. აქტიურ სეზონზე ანტარქტიდაზე მხოლოდ 4000 მეცნიერი და სამხედრო პირი იმყოფება. ეს კონტინენტი დედამიწის უკანასკნელი საზღვარია, ადგილი, რომელიც აღვიძებს წარმოსახვას. ძველ რუკებზე ეწერა, იქ ურჩხულები ბინადრობენ. დღეს ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, რომელსაც ასეთი აღნიშვნა ჯერ კიდევ შეიძლება ჰქონდეს, სწორედ ანტარქტიდაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონტინენტი თითქმის 250 წლის წინ აღმოაჩინეს, მეცნიერებს ამ გაყინულ კონტინენტზე კვლავ უფრო მეტი კითხვა აქვთ, ვიდრე პასუხი. უძველესი ასტრონავტების თეორიის მომხრეები ვარაუდობენ, რომ ანტარქტიდა უცხოპლანეტელების ერთგვარი ბაზაა. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა ან სიმართლესთან ახლოს და დღეს ანტარქტიდაში უცხოპლანეტელები არიან, შესაძლებელია თუ არა ისინი იქ ასობით, თუნდაც ათასობით წლის განმავლობაში
არსებობენ. 2018 წლის ივლისში ლინდა მოლინჰოუ ესაუბრა ინფორმატორს, რომელმაც მას შესთავაზა ანტარქტიდის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება, იმ პირობით, რომ არ გაირკვეოდა მისი ვინაობა. პენსიაზე გასულმა საზღვაო ქვეითმა, რომელსაც ლინდამ სპარტელი 1 უწოდა, ისაუბრა უძველესი ნაგებობების დეტალებზე, რომელიც მას სამხრეთ პოლოზე ყოფნისას უნახავს. იმ დროს ის სამხედრო წოდებით სპეციალური საზღვაო ოპერაციების უფროსი ლეიტენანტი იყო და სპეცრაზმელებთან ერთად ანტარქტიდის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიდიოდა. არაოფიციალურად ეს იყო კვლევითი დაზვერვითი მისია, ოფიციალურად კი მათ კონკრეტული პირის პოვნა, გარკვეული ინფორმაციის მიღება და გადაცემა ევალებოდათ. ეს იყო 2003 წლის აგვისტოში. სპარტელი 1-ის თქმით, როდესაც ისინი დანიშნულების ადგილას მივიდნენ, მათ ყინულიდან გამოშვერილი დიდი 8 კუთხა ნაგებობა დაინახეს. ისინი შიგნით შევიდნენ. პირველი ნაგებობის ზედა ნაწილი ყინულიდან თითქმის 4.5 მეტრზე იყო ამოწეული. დანარჩენი ნაწილი ყინულის ქვეშ იყო დამალული. ყველა კარი ერთნაირი იყო 10 მეტრამდე სისქის და ასეთი სქელი და მძიმე კარები თურმე 1 თითის მიწოლით იღებოდა. გარეთ ტემპერატურა მინიმუმ -40 გრადუსი იქნებოდა, თუმცა იმ ნაგებობაში ტემპერატურა 20-21 გრადუსი ყოფილა. ჭერი, დერეფნები და იატაკი შიგნიდან ანათებდა, მაგრამ სინათლის წყაროს ჯარისკაცებმა ვერ მიაგნეს. ფერი ღია სალათისფერი მწვანე იყო. კედლებზე იხატა წარწერები, რასაც სპარტელმა აქამდე უცნობი იეროგლიფები უწოდა. შესაძლებელია, რომ სამხრეთ პოლოზე მართლაც იყოს შორეულ წარსულში განვითარებული უცხო ცივილიზაციის მიერ აშენებული იდუმალი ნაგებობები. შესაძლოა იქ იმ არსებების ბიოლოგიური მატერიალური ნაშთებიც იყოს, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ და დღესაც შესაძლოა იქ იყვნენ. ეს ხომარი იქნება კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი აღმოჩენა. ვინ იყვნენ ის არსებები? მესოპოტამიელები ამის შესახებ გილგამეშის ეპოსში, ხოლო ეგვიპტელები ედუს შექმნის ტექსტში საუბრობენ. პლატონმა სწორედ ეგვიპტელებისგან შეიტყო, რომ ოდესღაც 9000 წლის წინ არსებობდა ცივილიზაცია სახელად ატლანტიდა. 9000 წელი პლატონამდე. მან ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 360 წელს დაკარგული კონტინენტის შესახებ თავის 2 დიალოგში, ტიმეოსში და კრიტიაში დაწერა. მეცნიერების ნაწილის აზრით, ანტარქტიდაში დაახლოებით 13000 წლის წინ არსებობდა ცივილიზაცია, რომელიც თავდაპირველად კოსმოსიდან მოვიდა და ანტარქტიდაში დამკვიდრდა. შემდეგ კი მომენტალურად გაიყინა. ამის უძველესი მტკიცებულებები არსებობს პლატონის დიალოგების სახით, სადაც პლატონი ატლანტიდის ბოლო დღეებზე საუბრობს. წერია, რომ ატლანტიდა იყო უცხოპლანეტელთა კოლონია, რომელიც დედამიწაზე დამკვიდრდა და რომ პოლუსის შეცვლის შემდეგ ატლანტიდა უცხოპლანეტელებმა ყინულის ქვეშ გადაიტანეს, იქ სადაც ამჟამად სამხრეთ პოლუსია. დღეს ისევ ამტკიცებენ, რომ ანტარქტიდაზე დედამიწაზე უცხოპლანეტელების ბაზა შესაძლოა იყოს. 1946 წლის 26 აგვისტოს ამერიკის სამეცნიერო ექსპედიცია სახელწოდებით ოპერაცია მაღალი ნახტომი სამხრეთ პოლუსისკენ მიემგზავრება. მას ხელმძღვანელობს საზღვაო ოფიცერი და მკვლევარი ადმირალი რიჩარდ ბერდი. ის ამერიკის საზღვაო ძალების ძალიან მნიშვნელოვანი ადმირალი იყო. ბერდიმ დაამთავრა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო აკადემია, იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში და სწორედ იმ ომის დამთავრების შემდეგ მკვლევარი გახდა. 1926 წელს ბერდის შესახებ მსოფლიო პრესამ დაწერა, რადგან ის და საზღვაო ძალების მთავარი ავიაციის პილოტი ფლოიდ ბენეტი პირველები იყვნენ, ვინც ჩრდილოეთ პოლუსს გადაუფრინა. მოგვიანებით 51 წლის ასაკში ბერდი სამხრეთ პოლუსზე მარტო გადაფრინდა და როგორც უკვე გითხარით, სწორედ ბერდი ხელმძღვანელობდა ოპერაცია მაღალ ნახტომს, რომელიც დღემდე ყველაზე დიდ ანტარქტიდულ ექსპედიციად ითვლება. ყვებიან, რომ ფლოტილია ანტარქტიდაში მძიმე ბრძოლებში ჩაერთო. სავარაუდოდ, მესამე რაიხის ნარჩენებსა და შესაძლოა უცხოპლანეტელებთანაც კი. არსებობდა ისტორიები წყლიდან ამოსული ხომალდების შესახებ, რომლებიც თავს ესხმოდნენ ბერდის ექსპედიციის წევრებს. ბერდის სპეცოპერაციამ მაღალი ნახტომი ძალიან მძიმე მარცხი განიცადა. 1947 წლის მარტში სწორედ ბერდმა წარადგინა ანგარიში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აღმოაჩინეს ახალი მტერი, რომელსაც შეეძლო პოლუსიდან პოლუსზე ყისიერად გადაფრენა და აი 2018 წელს თანამგზავრულმა სურათმა გადაიღო ის, რაც სავარაუდოდ თვითმფრინავის კონტრასტული ბილიკის კვალი იყო, რომლის წარმოქმნა წარმოუდგენლად მაღალი სიჩქარით მოძრავ ობიექტს შეეძლო. კონტრასტული ბილიკი ჩრდილოეთ პოლუსიდან სამხრეთ პოლუსამდე ჩანდა, რაც 12000 მეტრია დაახლოებით. კონტრასტული ბილიკები უმეტეს შემთხვევაში
15 წუთზე ნაკლებ დროში იფანტება. ხოლო ერთი პოლუსიდან მეორემდე გადაჭიმული კონტრასტული ბილიკი ნიშნავდა იმას, რომ რაღაც ობიექტს შეეძლო პლანეტის ერთი პოლუსიდან მეორე პოლუსამდე ისე გადაადგილება, რომ კონტრასტული ბილიკი არ გაფანტულიყო. ასეთი კონტრასტული ბილიკის შექმნა შეუძლია მხოლოდ ისეთ ხომალდს, რომელიც დააფრინავს 10 მახზე მეტი სიჩქარით, რაც 125,000 კმ/სთ-ზე მეტია. და ასეთ თვითმფრინავზე გსმენიათ? ასეთი თვითმფრინავი კაცობრიობას სავარაუდოდ აქამდე არასდროს უნახავს. და თქვენ გახსოვთ, ჩვენ გვქონდა ვიდეო კავკასიელ მფრინავზე, რომელმაც MiG-25 მოიპარა და საბჭოთა კავშირიდან იაპონიაში გაიქცა, ხო და სწორედ იმ ვიდეოში ვისაუბრეთ, რომ არათუ 10 მახი, არამედ იმ სიჩქარის მესამედმაც კი, რომელსაც MiG-25 ავითარებდა, მთელი მსოფლიო გააუცა. ვისაც არ გინახავთ ეს ვიდეო, ნახეთ. მართლაც ძალიან საინტერესო ვიდეოა ჩვენს არხზე. კარგი, დავუბრუნდეთ თემას. 21 საუკუნეში თანამგზავრულმა ფოტოგრაფიამ ანტარქტიდის სურათები საჯარო გახადა. და აი 2016 წელს ანტარქტიდის მთათა სისტემაში გამოკვეთილი, როგორც ჩანს, ხელოვნური შესასვლელის შტამბეშტავის სურათი აღმოაჩინეს. ანალოგიურად 2018 წელს გამოაქვეყნეს კოორდინატები იმისა, რასაც ისინი სამხრეთ ჯორჯიის ანტარქტიდის კუნძულზე უცხოპლანეტელების ჩამოვარდნას უწოდებდნენ. ფოტოები მართლაც შტამბეშტავია, როგორც ჩანს, უცნობი ობიექტი მოძრაობს ყინულზე. ზოგიერთი უძველესი ასტრონავტების თეორეტიკოსი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ ხომალდის ფორმა ძალიან გავს იდუმალ ციურ ობიექტს, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში მზის სისტემაში შეღწევისას აღმოაჩინეს. ობიექტი თავდაპირველად ასტეროიდი ეგონათ, მაგრამ მისი ფორმა, ტრაექტორია და აჩქარება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ჰარვარდის ასტრონომიის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ლობემ ივარაუდა, რომ ის შესაძლოა უცხოპლანეტელთა ზონდი ყოფილიყო. ანტარქტიდაში მიწისქვეშა ბაზებზე ბევრი საუბარი იყო და გარკვეული თანამგზავრული ფოტოები აჩვენეს. მთიან რეგიონებს, რომლებშიც უჩვეულო გამოქვაბულებია, პირდაპირ მნიშვნელობით მფრინავი თევზის ფორმის ფანჯრები აქვს. ახლა მე გაჩვენებთ მაკმურდოს სადგურს, რომელიც როსის კუნძულის სამხრეთ ნახევარკუნძულზე მდებარეობს. ის კონტინენტზე ყველაზე დიდი კვლევითი სადგურია. ის ამერიკის მთავრობამ 1956 წელს გახსნა და ერთდროულად 1200-მდე ადამიანს იტევს. 2015 წლის იანვარში იმ ბაზაზე წლების განმავლობაში მომუშავე ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ბორტინჟინერმა, გამომძიებელ რეპორტიორ ლინდა მორტონ ჰოუალს უცნაური ისტორიები მოუყვა. მან ლინდას თხოვა, რომ მისთვის მხოლოდ ბრაიანი ეწოდებინა და მან ასეთი რამ მოყვა. დაახლოებით 1993 წლიდან 97 წლამდე ბრაიანი მონაწილეობდა ანტარქტიდის ესკადრილის ექსპედიციის ყველა მისიაში, რომელიც მოიცავდა ადამიანების გადარჩენას ანტარქტიდის სხვადასხვა ადგილას ან მიმდებარე რეგიონებში. არც ერთი იმ მოგზაურობისას არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. თუმცა შემდეგ ტრანსანტარქტიკულ მთებში ესკადრილის მისიის დროს მთელმა ეკიპაჟმა დაინახა მრავალი ვერცხლისფერი, სწრაფად მოძრავი, მრგვალი ფორმის ობიექტი. ბრაიანი ამბობს, რომ ისინი უცნაურ რამეს აკეთებდნენ, ჯგუფურად გაფრინდნენ ჯერ ერთ მწვერვალზე, შემდეგ მეორეზე, შემდეგ მესამეზე და შემდეგ ყველა ერთად აფრინდა. ეს არაერთხელ მომხდარა. ამის გარდა ბრაიანმა სხვა ისტორიაც მოყვა. ერთხელაც მან და მისმა ჯგუფმა დაინახა უზარმაზარი გამოქვაბულის შესასვლელი, მაგრამ დახრილი ქვემოთ. ბრაიანის აზრით ის იყო დიდი ხვრელი ყინულში. მან თქვა, რომ მათი ინსტრუმენტები აღარ მუშაობდა, იყო მაგნიტური ანომალიები. მალევე ბრაიანსა და მათ ჯგუფს იმ ხვრელზე გადაფრენა აუკრძალეს. ანტიკური ასტრონავტების თეორეტიკოსების აზრით ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანტარქტიდის ყინულში მასიური ხვრელი აღმოაჩინეს. რადგან ხომ გახსოვთ ვიდეოს დასაწყისში რა ისტორია მოგიყევით? ბერდმა რომ სამხრეთ პოლუსზე ექსპედიციის დროს მიწისქვეშა სამყაროში მასიური შესასვლელი დაინახა. მაშინ ბერდსაც ჩამოერთვა ამ თემაზე საუბრის უფლება. თუმცა არის თუ არა სამხრეთ პოლუსზე რაიმე სახის პორტალი, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას სამხედროები აკონტროლებენ. ეს რთული გასარკვევია. აქვე უნდა თქვათ პირამიდებზე, რომელსაც ასევე პოულობენ ანტარქტიდაზე. ან პოულობენ, ან ამსგავსებენ. ზოგადად პირამიდების თემა რომ ძალიან პოპულარულია, ალბათ გახსოვთ. უნდა დავიწყოთ იმის განხილვა, თუ რამდენად არსებობდა პირამიდა ანტარქტიდაზე. თუ ანტარქტიდაში ის გიგანტური პირამიდა ხელოვნური ნაგებობა, ალბათ ჩვენს პლანეტაზე უძველესი პირამიდა იქნება. შეიძლება თუ არა ეს იყოს მთავარი პირამიდა დედამიწაზე. ან იქნებ უბრალო კლდეა, რომელიც პირამიდას მიამსგავსეს. ძველი ასტრონავტების თეორეტიკოსების აზრით, ანტარქტიდა ახლო წარსულშიც კი არ იყო ცივი კონტინენტი, რადგან სულ რაღაც 500 წლის წინანდელი რუკა კონტინენტს ყინულის გარეშე ასახავს.
2015 წლის ოქტომბერში NASA-ს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ანტარქტიდის რეგიონში ყინული იზრდება, მაგრამ ამავდროულად მყინვარების სწრაფად დნება დასავლეთ ანტარქტიდის სანაპიროზე, მაგრამ რატო დნება იქ ყინული, როცა კონტინენტის დანარჩენ ნაწილში პირიქით არის? არ გაგიკვირდებათ ახლა რასაც გეტყვით. ალბათ ზოგიერთმა უკვე გამოიცანეთ კიდეც რის თქმასაც ვაპირებ და რას უკავშირებენ ამას უცხოპლანეტელების თეორეტიკოსები. დიახ, მათი აზრით შესაძლოა არსებობდეს მთელი ქალაქები, რომლებიც მიწის ქვეშ აშენდა და რომლებსაც ახლა უცხოპლანეტელები აქტიურად უვლიანო და როდესაც ეს ქალაქები ენერგიით იკვებება, ან ზომაში ფართოვდებიან, ისინი გამოყოფენ რაღაც სითბოს და ეს სითბო თავის მხრივ ადნობს ანტარქტიდის დასავლეთში ყინულსო. ამბობენ თეორეტიკოსები. ეს მარტივი გადასამოწმებელი იქნება, თუ ამ ტემპებით განაგრძობს ყინული დადნობას ანტარქტიდაზე და თუ უცხოპლანეტელების ქალაქები არსებობენ, ისინი გამოჩნდებიან. რა იმალება სინამდვილეში ანტარქტიდის ყინულისა და თოვლის ქვეშ? დაფარული იყო თუ არა ის გაყინული კონტინენტი ოდესღაც აყვავებული მცენარეულობით, ასევე ეგვიპტის პირამიდებზე წინსწრები პირამიდებით. კადრებში, რასაც ახლა თქვენ უყურებთ, ედფუა, ეგვიპტე. ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ედფუს ტაძარი ძველი წელთაღრიცხვით 227 წლით თარიღდება. შესვლისას თითქოს წიგნში შედიხარ. ის სავსეა ტექსტებით. ყველა კედელი, ყველა სვეტი, ყველა ოთახი ტექსტებითაა სავსე. ძალიან საინტერესოა, რომ ტექსტების უმეტესობა სამყაროს შექმნაზე გიყვებათ. ეგვიპტური ტექსტების თანახმად დედამიწა შექმნეს ძლიერმა ძალებმა, რომლებიც ციდან ჩამოვიდნენ და ამ ძალებმა თავდაპირველად დააარსეს ადგილი, რომელიც ცნობილია როგორც კვერცხის კუნძული. ტექსტების მიხედვით იმ ძალიან უცნაური არსებების სამი ჯგუფი არსებობდა. ერთს ბრძენთა ჯგუფი უწოდეს. ერთ მათგანს შენებლები, ხოლო სხვას შეპტიუ, რომლებიც არავინ იცის ვინ არიან. ისინი არიან ძალიან იდუმალი არსებები, რადგან ამბობენ, რომ ისინი წყლიდან ამოდიან. შემდეგ ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ დიდი არსებები მოვიდნენ და პირველი ეგვიპტური ტაძრები ააშენეს. როგორც ამბობენ, როცა ყველა ის არსება შეასრულებდა თავის საქმეს, სამყაროს შესაქმნელად ისინი შეხვდებოდნენ თავიანთ დიდ ჩიტთან და ცაში აიჭრებოდნენ. ედფუს ტექსტების თანახმად ყველა არსება არ წასულა და მრავალი თაობის შემდეგ კუნძულს საშინელი ბედი ეწია. ტექსტები ძალიან განსხვავებულია იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწიათ იქაურებს. როგორც ჩანს, როგორც კი ტაძარს ააშენებდნენ და თავიანთ საქმეს ისტორიულ მემკვიდრეებს გადასცემდნენ, ისინი მიდიოდნენ. ტექსტი არ ამბობს, სად მიდიოდნენ. ტექსტებიდანვე ჩანს, რომ იქ ომი იყო, ჯარებს შევარდენის ძალა ხელმძღვანელობდა და ის გველის სახით წარმოდგენილ მტერს ებრძოდა. ცაში გამოჩნდა ის, რაც მტერ გველად იყო ცნობილი. მას დიდი ნახტომი ერქვა და ამბობდნენ, რომ მაშინვე გამოჩნდა სიბნელის დრო. მოულოდნელად მოხდა წყალდიდობა, რომელმაც ის კუნძული გაანადგურა. წერია ტექსტში. წყალდიდობის შემდეგ ის არსებები, რომლებიც უძველესებად ან უფროსებად იყვნენ ცნობილი, იქ აღარ იყვნენ. შესაძლოა დიდი მხტუნავი ის მტერი გველი იყო კომეტა, რომელიც ზის შიდა სისტემაში შევიდა, დაიმსხვრა და განადგურება გამოიწვია. შესაძლოა ედფუს ტაძრის კედლებზე ამოტვიფრული უძველესი კატასტროფის აღწერა ბუნებრივ მოვლენას ასახავდეს, ან იქნებ განზრახ თავდასხმა იყო. თავდასხმა, რომელიც ანტარქტიდის კონტინენტზე არსებულ სხვა მსოფლიო ცივილიზაციის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს თეორიები შეიძლება მართალი არ იყოს, მაგრამ ფაქტია, კითხვები სულ უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. თუ გინდა ამ თემებს ერთად გავყვეთ, თუ გაინტერესებს ის, რასაც სხვაგან არ ყვებიან, დარჩი არხზე და გამოიწერე. კომენტარებში კი მომწერე, რას ფიქრობ, შესაძლოა ეს ამბები მართალი იყოს, თუ უბრალოდ ფანტაზია. დიდი მადლობა.